მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის საფეხბურთო პოდკასტი ფეხბურთის უბანი. მივესალმები YouTube სამყაროს, მთელ YouTube სამყაროს, საფეხბურთო სამყაროს და რავი ეს მე ვარ რატი, ეს არის სანი. მოგესალმებით. და რავი ჩვენ შევეხებით სხვადასხვა თემებს, გაგიზიარებთ ჩვენს შეხედულებებს ფეხბურთზე. რავი, ვილაპარაკოთ, ვიხიარულოთ და ვისაუბროთ ფეხბურთზე. კი ბატონო, დამწყები YouTuber-ისთვის იმაზე კარგი საფეხბურთო კვირა. იშვიათია და რატი წარმატებები დავიწყოთ ჩვენი საფეხბურთო თავგადასავალი და რა ვიცი ახალი პოდკასტია მოგლეთ როგორ მოგეწონება და რა და როგორ იქნება მე შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ პირველი ვიდეო როცა აიტვირთება შტამბეში რავი კვირა იყო ასე თუ ისე ბევრი თამაშიც იყო იქამდეც უფრო კარგი კვირა იყო იმიტომ რომ ნაკრებების სანაკრებო შესვენება და რაღაც იყო და ბევრი კარგი თამაში იყო, მოკლედ რომელსაც გამიხილავთ ახლა მე და რატი. საიდან დავიწყოთ რატი? მოდი დავიწყოთ ჩემპიონთა ლიგით? ჩემპიონთა ლიგით, რომელიც გვიახლოვდება. თუ გინდა მაგას მე შევეხოთ. თუ გინდა უბრალოდ ჯერ ნაკრებებს შევეხოთ. მოდი ნაკრებებს შევეხოთ. მოდი ხო, ჯერ მაინც ჩვენ ნაკრებს. კი. ნუ ორი კვირა გავიდა. ნაკრების თამაშის მერე და ძალიან მაგარი თამაშები იყო. ორივე თამაში უმაღლეს დონეზე ჩაატარა საქართველოს ნაკრებმა. ახალი ტაქტიკა, ახალი ფეხბურთელი, ახალი წყობა, იმ სომხეთის ფეხბურთელს მიქაუტაზე მაჩვენა, რომ თავის დროზე დაუმტკიცა თავის დროზე, რაც დასამტკიცებელი ქონდა ჟურს. და ანგარიშიც ისეთი იყო, რომ მე ნამდვილად არ ველოდი, მოკლედ გილოცავთ ბელიგაში დარჩენას. და ასევე სხვა თამაშებიც იყო. ერთა ლიგის მერვე ფინალები, ან მეოთხე ფინალები გაიმართა, სადაც 4 ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა და ისიც გაირკვა, რომ ესპანეთი იქაც ჩვენი მეტოქი იქნება სოფლიო ჩემპიონატის შერჩევაზე. რა სიტყვა მაგაზე რატი? მე ვიტყვი, რომ ჯერ ნაკრების უსურებ წარმატებას სოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაშები გვაქვს სექტემბერში, რავი თურქეთთან, რავი იმედია მოვიგებთ გულშემატკივრებთან ერთად. იმედია, რა ვიცი. დაიწერა რომ დისკვალიფიკაციები გაქრებაო და რაღაცა. გავდა. წარმატებას უსურებ, რავი, სომხეთთან თამაშებს, რაც შეეხება, რავი, ვაფშე ბევრს არ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ძალიან იზი იყო, ასე ვთქვათ რა და ჩვენთვის და ამიტომ ძალიან მაგრად ითამაშეს ბიჭებმა, მართლა მთელი სული და გული ჩადეს მოგებაში და რა ვიცი. ერთ-ერთი ლოჩოშვილის ტრავმა არ მომეწონა და იმედია გამოჯამრთელდება სექტემბრამდე. დიდი ალბათობით ეგრეც იქნება და რავი, ერთა ლიგის თამაშებზე, მაგარი თამაშები იყო, რამე მომეწონა საფრანგეთი, ხორვატია, რა ვიცი, მაგარი თამაში იყო, პროსტო საფრანგეთმა, უბრალოდ ხორვატიამ, რა ვიცი, მას ჩაყარა ყველაფერი. პირველ თამაში ესე რო ითამაშებდა, მეორე თამაში ბოლოდ გაანიავე, არ მოვიდი მაგას. ესპანეთს, რავი, ესპანეთმა მაგრად ითამაშა. უბრალოდ ცოტა რეულად ითამაშა თითქოს. ხო, რაღაცა თითქოს იმ ევროპის ჩემპიონატის საბოლოო ჯამში კარგად გამოვიდა, ხო. გამოძვრასავით რა. კი. ჩვენთვის არც ნიდერლანდები და არც ესპანეთი არ არის მაინც და მაინც კარგი მეტოქი რა. არც ეს არ ვისურვებდი, მაგრამ ნუ ესპანეთი მაინც ხა ჩვენთვის ალბათ ყველაზე დიდი ისაა რა. ეგ ხო კიდევ შეგვთან. ხო, პრობლემურია თან, ანუ მე რამდენჯერ უნდა შევხვდეს ეს ესპანეთი, მე რამდენჯერ უნდა მოვუყოთ რა შეიძლება. არ ვიცი. ნუ წარმატებები საქართველოს ნაკრებს, ერთი ნაკრები გადის პირდაპირ სოფლიო ჩემპიონატზე და მეორე ადგილოსანი უკვე კვალიფიკაციაზე და იმედი მაქვს, ნუ სხვა მეტოქები თურქეთი და ბულგარეთი არის და მეორე ადგილი ჩვენთვის იქნება ალბათ საუკეთესო შედეგი, იდეალური იქნება რა თქმა უნდა. კარგი. ხო, კიდევ ერთხელ წარმატებები ნაკრებს და იმედი მაქვს სექტემბრამდე ყველა ფორმაში იქნება, ნუ სეზონი ახალი დაწყებული იქნება სექტემბერში და მოლოდინი, ასე თუ ისე, ბევრი იქნება, იმიტომ რომ იმედია ბევრი ქართველი შეიცვლის გუნდს და უკეთეს გუნდებში გადავლენ რა. ნაკრებზე რო ვლაპარაკობდით, ქოჩორაშვილი ოფიციალურად გადავიდა ქოჩორაშვილი. რავი, რა სიტყვა ამბობ. როგორც ასეთი, კაია რომ სამთარში არ გადავიდა ქოჩორაშვილი სპორტინგში, იმიტომ რომ ლევანტე სჭირდებოდა ქოჩორაშვილი, გუნდი ამოდის ახლა სეგუნდაბედან და
ესეთ ფეხბურთელი როგორც ხოჩერაშვილია და იმის დაკარგვა სამშაბათს ცოტა არ იყოს და ძნელია რა გუნდისთვის. თულია კი, ახლა ლიდერია რა. კი, ლიდერი არის ასე თუ ისე და კარგად თამაშობს რა, ნაკრებშიც, კლუბშიც, ყველაფერს დებს რა ეს ფეხბურთელი და სპორტინგს მართლა გამოადგება რა. თავარია სპორტინგი ახლა არ დაიშალოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრ წამყვან ფეხბურთელს იწერება რომ უნდა რა მანჩესტერს, ბარსელონას, ყველას უნდა ეს გიოკერეში, ცალკე ინასიოც უნდა, ცალკე ის მარჯვენა ახალგაზრდა ვინგერი ყავთ, ეგეც უნდა დამაუწყა სახელი. კუენდაზე ამო? ხო, კუენდაზე. მე მგონი კუენდა იგი შავგარიანი იყო. ხო, ეგა. კიდე რა მცველი რო ყავთ. მოგეთ, კაი შემოძლობა ყავთ ნამდვილად და ის ჰიულანდიც ძალიან მაგარია და სპორტინგის დაშლა არ მინდა ეხლა მე, მაგრამ ალბათ დიდი ალბათობით როგორც ყველა ისეთ გუნდი რომელიც ანათებს ხოლმე და ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, დაიშლება სპორტინგი. დაიფანტებიან ფეხბურთელები. ჩემი ბოდიში და ის გიოკერეში 1000 რავი ხე ძალიან გამიგიოკერეში. გიოკერეში არ ამგონია რომ დატოვს ვინმე მეკ. ხო, რადირობა იმენა გამოცხადებული მაგ ფეხბურთზე. კი ბატონო. ხო, ნუ თავარი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს სპორტინგი მომავალ სეზონში და ჩემპიონთა ლიგიდან ხო ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებს. კი, კოჩორაშვილი ეგრევე რომ როგორც ფეხბურთელი გაიზრდება. სეგუნდა ბ-დან ეგრევე რომ ჩემპიონთა ლიგაზე გადახვალ. ძალიან დიდი ძალიან მაგარია. თან სპორტინგს სულად არ უასპარეზია რა, იმ 24 გუნდში მოხდა. კი. გავიდა შემდეგ ეტაპზე იქ გამოვარდა, მაგრამ კარგი იყო წელს სპორტინგი, ის მინიმუმი რაც ჰქონდა, უბრალოდ მაქსიმუმი რაც ჰქონდა, გააკეთა რა. კი. სხვა თამაშები, ნუ შევეხოთ სხვა თამაშებსაც. დატვირთული კვირა იყო ყველა ჩემპიონატში და რასაც უნდა შევეხოთ, რავი, მოდი ვთქვათ კოპა დელ რეიზე, იმიტომ რომ მართლა ხო, მაგარი თამაშები იყო, ძალიან მაგარი თამაშები იყო რეალმა. მოუგო იქით სოსიედადს, ბარსამ ერთი გოლი მოიგო და ელ კლასიკო გველოდება. ხო, მაგრამ როგორ დაზაბული თამაში. მაგრამ ძალიან მაგარი დაწადებული თამაში იყო, ისიც კი. და ელ კლასიკო გველოდება ნამდვილად საფეხბურთო ფანებს. ესე ვთქვათ, აპრილის ბოლოს აი საფეხბურთო სანახაობა გველოდება რა. ამიტომ დაუქამდეთ აი ისე. სოსიედადმა, კი, სოსიედადმა ძალიან მაგარი ფეხბურთი თამაშა და შემეცოდა გუნდი. შემეცოდა ისიც იმიტომ რომ ბარსელონას ფანებისთვის და ჩვენ რო ვამბობთ, ორიეზე ბალი არის ძალიან მაგარი ფეხბურთელი და არავინ არ უყურებს. ორიეზე ბალი არის ძალიან. კი, underrated ფეხბურთელი არის, რომელიც სოსიედადში ამდენი ხანია თამაშობს და გრანდების ყურადღებას როგორ არ უნდა იქცევდეს ეგ ფეხბურთელი მე ვერ ხვდები, როცა აქამდე ხო როგორ არავინ არ. ძალიან მაგარი ფეხბურთელია რა. კიდე ერთხელ წარმოაჩინა რომ მურატას ადგილზე ჩემი აზრით ესპანეთის ნაკრებში ორიეზე ბალი უნდა განიხილებოდეს პირველ ფორმატად. ამ მდგომარეობაში ყოველ შემთხვევაში უჭირს ესპანეთის ნაკრებს. წინ ფორვარდის პოზიციაზე თორე ხა იამალი ის კონტროლი გაიქიშო. ხო, ნუ იქით ბარსელონამაც მაგრად ითამაშა. კარგი ის იყო რა ქვია. თამაში იყო ატლეტიკოს კარში ვერ დაარწმუნა, ვერ არ დაარწმევინეს, ეგ სოლო თამაშგარიდან გაიტანა. და მოკლედ აპრილში 26-ია ხო, მე მგონი ფინალი 27-ში. ძალიან მაგარი ფინალი გველოდება. კოპადელერის ფინალი რავი. ძალიან მაგარი. აი მართლა ძალიან მაგარი. ბოლოს 14 წლის 2014 წლის ბოლოს კოპადელერის ბარტრას და ბარტრა ბელის დაპირისპირება კი. კოპადელერის ფინალში კლასიკო იყო ბეილმა. ბარტრას ახსოვს სულად ბეილს კარგი. ბეილს ძალიან მაგრად ახსოვს. ის სხვათაშორის მოვიდა. სხვათაშორის შეიძლება როგორც ლა ლიგის ბედი და ჩემპიონთა ლიგის ბედი თუცა კარგად ფაზე კარგადაა დალაგებული, თავი გუნდებმა იბაშკაცონ, შეიძლება სამივე ტურნირის ბედი იმაში ელ კლასიკოში გადაწყდეს, რაც ძალიან მაგარი იქნება. თავი იქ PSG გამოაგდოს რეალმა და იქით ბარსელონამ, დორტმუნდი და მე ბაიერნი ინტერ შორის გამარჯვებული და ჩემი აზრით შესაძლებელია, სრულიად შესაძლებელია ორივე ფორმას თუ ავიღებთ. სამი კლასიკო გადამწყვეტი ჩემი მის რა ქვია ტურნირების ასე ვთქვათ, თასების დენის გადამწყვეტად ვიხილოთ ეს კლასიკოები და ძალიან მაგარი იქნება, რავი, ჩემი აზრით საუკეთესო საფეხბურთო წელი იქნება რაღაც ეგეთი, ჩემთვის. ბარსელონას ფანისთვის მithmetes. ბარსამ რავი, ატლეტიკო, რავი, წელს მართლა დაჩაგრა იმენა. სეზონი გაუფუჭა იმენა ეს. კი, ერთი შეხვედრა სადაც იყო ნოემბერში, ოქტომბერში, სადაც ბარსელონა ნოემბერში იყო, მე მგონი ცოტა ჩავარდა რომ დაეწყო და რამდენიმე თამაში ეძებდა წააგო, იქ შეხვდნენ და იქ ატლეტიკო მოუგო და იმის მერე ვერ გაახარა სიმეონე ძალიან გაგიხარდა. მე მithmetes ხო, მე ძალიან გაგიხარდა ესეთი ფორმა. პედრი არის დასაუბრად ფორმაში, იამალიც.
მაგარ ფორმაშია ლევანდოვსკიმ ცოტა ხომ არა ვერ აკრიბა. სიტყვი ბოდიში ვერ სიტყვი ხო ვერაფერს იმიტომ ბარსელონა მართლა ისე მოუგო რა აი სამართლიანად და რომელიც ორივე რა არა ორივე ხო იქ კამბექი დადო ძალიან კარგი. ხო რა ვიცი დიამალმა ბოლო წუთზე გაუტანა მაგარი გოლი ის სასწაული იყო და ჩემთვის და ეგეც ამოუტრიალა თამაში იგებს და სიმონო ამოუტრიალა თამაში ძალიან მაგრად იქ უბრალოდ მოუგო რა ბატონო იქით სამხრეთ ამერიკაშიც იყო ნაკრებების თამაშები და ხო ეგ რაფინიამ იმდენი ილაპარაკო ძვირად დაუჭდა მთავარი ეხა რაფინიას ფორმაზე არის მოქმედოს ამან ჩემს არის მოქმედოს მაგრამ ნახ არგენტინამ ორივე თამაში მოიგო ბრაზილიამ ერთი მოიგო ერთი წააგო და მოკლედ არგენტინამ გაინახდა სოფლიო ჩემპიონატის საგზური ცოტა უცნაური იქნებოდა სოფლიო ჩემპიონები სოფლიო ჩემპიონატზე როგორ მოხვდრილიყვნენ ეგ იმის პონტია იტალიის პონტია ევროპის ჩემპიონი რო არის და სოფლიო ჩემპიონატზე რო ხდება და მეორე იქით მოდი რა ვქნათ იცი ჩემპიონთა ლიგაც გვიახლოვდება უკვე თამაშები მალე იქნება რამდენიმე დღეში განვიხილოთ ეგეც გარემო ევროპა ლიგაც და ხო ჩემპიონთა ლიგაზე მე ვფიქრობ რომ გამარჯვებული ჩემი აზრით იქნება ბარსელონა გამარჯვებული ხო ისეთი მუხტია მაგ გუნდში და ისეთი თავდაჯერებულობა იგრძნობა აი თვითონ მარტო ფეხბურთელებს რო უყურებ რა ვიცი არ მგონია რომელიმე გუნდმა ეგეთ რაღაც ისეთი წინააღმდეგობა გაუწიოს რომ ერთადერთი რეალი რა ვიცი ერთადერთი და მაგასაც გონია რომ რატომღაც ელ კლასიკოში და რეალი ბარსას რო ხდება რაღაცნაირად არ ვიცი რა ჩერდება გუნდი რაღაც ხო რაღაც ისა აქვს რაღაც მენტალიტეტის აი ფსიქოლოგიურად რაღაც ვერ გადალახეს რა ბარსელონას რა რომ კი შეიძლება როგორც გუნდი შეიძლება ჯობდეს აი ფეხბურთელები რა მაგრამ მაინც აი რო პირისპირ ხდებიან რაღაცნაირად აი ეშინიათ თითქოს ან რაღაცა არ ვიცი რა შეიძლება ვერ გავიგე ადრეც ესე იყო ეხლაც ესე არის გვარდიოლა როცა იყო ეგრე ურავი ხან 6 თორს უგებდა 5 თორს უგებდა ხო ეხა მით უმეტეს ბოლო ორ თამაში 9 გოლი გაუშვეს და ხო რა ვიცი კიდე ორ თამაში იმედია მეც გავუშვი ხო მაგის გარდა რეალზე ბოდიში რო გაგატროდე მაგის გარდა რეალზე უბრალოდ ბარსელონას ჩემი აზრით უბრალოდ ისეთი კონტრშეტევა აქვს რომ მე არ მეგულება გუნდი რომელიც გააჩერებს მაგას ჩემპიონთა ლიგაზე ვინც არის რა არ მეგულება გუნდი რომელიც გააჩერებს დორტმუნდთან ყოველ შემთხვევაში მგონია რომ ხო ძალიან მარტივად თუ არა გაივლიან ამ იმას ეხა დორტმუნდი ბუნდესლიგაში ესეთ სულ ფორმაში კაიხანი არა როგორ იყო ჩავარდნები ქონდა დორტმუნდს მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე აქამდე რომ მოაღწია ეგეც გასაკვირია დორტმუნდმა რა ნახოთ დორტმუნდთან დაპირისპირება მე იქით ინტერი ბაიერნის გამარჯვებული ნუ ინტერი ასე საინტერესო გუნდია და შეიძლება გაუჭირდეს ხო რაღაცა ინტერი ისეთი გუნდია რომ სერიაში პირველ ადგილზეა იმაშიც რა ქვია მაგას იქით ნახევარფინალი იყო თასის იტალიის თასის და 1-1 თამაშა მილანთან და ზოგადად ინტერის ჩათლახი გუნდია რაღაცა დაცვითი ტიპის გუნდია რომელსაც შეუძლია ჩემი აზრით ატლეტიკოსზე უკეთესად ჩაკეტოს თამაში თუ მოუნდება და კონტრიერიზე წამოვიდეს და გაგიტანოს დაგსაჯოს იმის გამო და შემადგენლობა ძალიან მაგარი იყოს ფეხბურთელები ყავს ხო ანუ ორი გუნდის ისე თავისუფლად გაკეთება შეუძლია ინტერს სკამზე ძალიან მაგარი ფეხბურთელები ყავს ნახევარდაცვაში ბარელა ძალიან მაგარია იქ ჩალჰანოღლუს კარგია რა ვიცი რა მე რაც მიხარია ხა ყველაზე მეტად ის არის რომ ბარსელონას ყავს ბურთის ამონტანი როგორც იქნა რომელიც მესის წასვლის მერე გუნდს მე მგონი არ ყოლია კაიხანი ფრენკი დე იუნგის ესეთი პროგრესი და დაბრუნება ფეხბურთში მე ძალიან გამიხარდა იმ ტრავმის მერე და იმ ჩავარდნის მერე რაც ჰქონდა ფრენკის ეს რამდენიმე თამაში ძალიან მაგარი ჰქონდა რა პედრიც ძალიან მაგარია პედრი ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია ერთ-ერთი კი არა მე მგონი საუკეთესო ნახევარმცველია ძალიან მაგარ ფორმაშია და მოკლედ ჩემი აზრით დე იუნგზე რო ამბობენ ეხლაც და ადრეს ამბობდნენ რომ აი გასაშვებია და ვერ თამაშობს რაღაც არა ხო დე იუნგი არის ძალიან აი მართლა ძალიან მაგარი ფეხბურთელია კი როგორ არა აქვს ჯერ კიდევ აქვს ძალიან დიდი დრო რომ გამოიყენოს და იყოს საკუთარი ვერსია გამოუშვეს რა ფეხბურთელის ასე ვთქვა და
ფლიკი მაგას იზომს. თუ დატოვებს დატოვებს უეჭველი და დარჩება და ფლიქს ჩვევია. ჟერარ მარტინი რომ მაგრა თამაშობს, რატო არ შეუძლია ფრენკი დეიუნგს რომ ითამაშოს კარგად? მე დავწუნდი იმაში, რომ ფლიქს შეუძლია ფეხბურთელი აქციოს არაუბიდან, დასაცინი რაღაც მასალიდან სოფლიო კლასამდე. ხო არა, მართლა სასაცილოა, იმიტომ რომ იქამდე რა ფერან ტორესი ამ ზაფხულში სანამ სეზონი დაიწყებოდა გახსოვს რა ხდებოდა რეალმა პაპერო იყიდა კი და ჩვენ ის დანი ოლმო და პაუ ვიქტორი ვიყიდეთ და ისინი ძლივს გაუფორმეთ და აქეთ ფერან ტორესი დაფრინავს ატლეტიკოს პირადად მოუგო იქაც გაუტანა დაკამბეკებულ შეხვედრაში და აქაც გაუტანა და მოგეთ სრულებაზე როცა ფერან ტორესი იყავს კაია უკვე დავწუნდით მაგაში ბარსელონას ფანები და ფერან ტორესი, ფრენკი დეიუნგი, პედრი, რაფინია მით უმეტეს ფლიკმა აიღო ეს ფეხბურთელები და რაღაცა ახალი გამოძერწა მაგათგან და ფლიკის მაგრად მეიმედება მე პირადად. მე ყოველთვის ვჯეროდა მაგას. მე ვიცოდი რომ ეგ იქნებოდა, იმიტომ რომ აქვს რაღაც აქვს მაგას, რაც ბევრს არ გააჩნია ფეხბურთში. აი შეუძლია რომ აიღოს ფეხბურთელი და მთლიან არა ანუ თვითონ თამაშის სტილზე არ მაქვს ლაპარაკი. თვითონ მაქვს აი ფსიქოლოგიურად შეუძლია რომ ძალიან მაგრად დაიხმაროს რა. აი რომ მოვიდა ფლიკი იყო რაღაც დაჯაბნული, რაღაც დამცირებული ბარსელონა, რაღაც არ იყო ისე როგორც საჭირო თან ჩავი გაუშვეს და დიდი დარტყმა იყო გუნდისთვის, იმიტომ რომ ჩავი ძალიან ბევრს უყვარდა არ ჩავი მათ ბევრი გააკეთა ბარსელონას. ფანებს ფეხბურთელებსაც ძალიან უყვარდათ ჩავი და გაუშვეს და ფლიკი მოვიდა და რა ვიცი გავშე საერთოდ განაახლა ასე ვთქვათ. ხო, ანუ მართლა არავის არ ეგონა ეს ბარსელონა ამას თუ მიაღწევდა ესეთი შემადგენლობით რა. ერიკ გარსია, ხო, ერიკ გარსია გამოჩა, ტიპი არის, რა. მაგრა თამაშობს. ხო, საგაიფო თამაშობს, რა. არა და მაგამდე რა იყო არა. არის ერიკ გარსია, მართლა ერიკ გარსია და ფერან ტორესი რო დატოვა გუნდში მე თქვა, დატოვა, გაუშვილა და თუმცა საათბანაო. ხო, მართლა. იქეთ ევროპა ლიგასაც შევეხოთ. ევროპა ლიგა ხო, ევროპა ბოდოგლიმტი, ლაციო. საინტერესო დაპირისპირებაა, ჩვენ გახლავართ პირველი ბოდოგლიმტის. მე მაგრამ მევასწრე. ხო, მაგითო ამ ბოდოგლიმტის ფან კლუბი არა და რაღაც ფანები ესე გამოდის. ბოდოგლიმტი თუ მოიგებს ევროპა ლიგას, ჩემზე და რატიზე ბედნიერი, ირაკლიზე ბედნიერიც, არავინ არ იქნება საფეხბურთო სამყაროში. მაგრამ ისიც ცუდია რომ ლაციო ხდება იმდენ რომ იტალიაში ლაციოსგან ვიხრები ხოლმე. მანჩესტერი, შენი მანჩესტერი, ლიონს ხდება და ეს ჩემთვის კუნაული საკითხია, იმიტომ რომ ლიონში მიკაუტაზე თამაშობს ძალიან მინდო რომ მიკაუტაზე წარმატებას მიაღწიოს, რავი, ევროპა ლიგას მოიგოს და ყველაფერი მოიგოს, მაგრამ მანჩესტერს ერთადერთი შანსი აქვს. მანჩესტერს ბალენშიკო, რომელიც ძალიან მიყვარს. ერთადერთი შანსი აქვს რომ ევროტურნირზე მოხვდეს. მე ვართ ობიექტურად რო ვთქვა, ლიონზე და მანჩესტერზე მგონია რომ ლიონი გამოაგდეს. მანჩესტერს? მაგრამ აი უეჭველი მგონია, აი პრემიერ ლიგის თამაშობს რო უყურებ, მანჩესტერის. ხო, მაგრამ რასაც მინდება რომ ავიღო იარაღი და ჩუბზე დავიდო და გავიწრიჩო ეგ ტვინი. ხო, მაგრამ მე რასაც უყურებ გუნდები თავის შიდა ჩემპიონატში ცოტა სხვანაირად თამაშობენ და ევროპაში ან ევროპის სხვადასხვა ეგ მეჩი ვატყან, შიდა ჩემპიონატში ვერ თამაშობს და ევროპა ლიგაზე თამაშობს. ანუ პირველი რამდენიმე თამაში იქ მაინც თამაშობს ვერ იტყოდი მანჩესტერზე, მაგრამ მე მოუმატეს და ხო ნახოთ ეხა ადვილი მეტოქი არ არიან ერთმანეთისთვის. მეტოქები არ არიან ერთმანეთისთვის, იმიტომ რომ პრინციპში ნოტინგემ მართლა ისეთ რთული მეტოქია ყველასთვის. აუ ისე გონდა რომ ნოტინგემზე ამას იტყოდი, ხო მე-3 ადგილზე არიან, მანჩესტერი არის მე-13-ზე. ხო, იმенно ნუნო ეშპირიტო სანტო იმენა კარიერა მოუწ თამაშობს 2000. ხან რავი, ელანგამ ყოფილმა ფეხბურთელმა გაუტანა გუნდისა გოლი და ელანგა რო სხვადასხვა ეს ბოდიში ელანგა რო გაუშვით, აი ყოველთვის აი მაგას გაწვებოდა გუნდზე. მაგას ფიქრობდი რა, რომ აი სადღაც შეგვდება მეთქი და გაგუხრის მეთქი უეჭველი, იმიტომ არა მართლა აი კაი ფეხბურთელი, მაგას მართლა დიდი პოტენციალი აქვს და რო გაუშვით, მაშინ ფიქრობდი რომ დიდი შეცდომა დაუშვა იუნაიტედმა. ხო, აი ელანგა ხო როგორც ასეთი მართლა მაგარი პოტენციალი აქვს მაგ ფეხბურთს, აი სწრაფია, ძლიერია, კარგი დარტყმა აქვს. რა ვიცი, რატო გაუშვეს არ ვიცი. გაუშვეს და ეხა მარჯვნივ ის გვაქვს, ფლანგებზე ის გვაქვს, კრიზისი გვაქვს, დიალოგი გაუშვით, დიალო ყავდა და ტრაუმა მიიღო და ნუ ხო, რა ვიცი. არ ვიცი მანჩესტერს რა ეშველა უთ რომ მანჩესტერის ფარმას არ იცის თქო. მე საიდან მანჩესტერის ფარმა კი არა, რუბენ ამორიმი არის შეჭამა.
ო ეგეც მე ჩემ გუნდს გეშველა რაღაც ჭაობიდან ამოდიან კი არა მე ვამბობდი მაგას რომ მეთქი ფლიკი რომ მოვა დაალაგებს ნეტი არავის არ ჯეროდა ხო ნუ საინტერესო თამაშებია ლაციო ბოდო ბილბაო რეინჯერსიც ბილბაო მანდ გავა აი თამაშია ბილბაომ რომა გააგდო და მინდოდა რომ რომას ერთად გავარდილიყო კი არა რავი არც ყოფილიყო ბილბაოს მე რატო მე ლაციოს ფანი ო რა და არა ბილბაოს ესეთი პროგრესი კარგია თან ლა ლიგაში მეოთხეზე არიან ვალვერდე ყავს თუნელი და ვალვერდე კარგ ფეხბურთს ათამაშებს ბილბაოს თან იმ პოპიმით რა ქვია შემადგენლობით და იმ ფეხბურთელებს ვინც ყავს და სოფლიო დონის ვარსკვლავი არ ყავს არავინ ყავს ძმები ვილიამსები რომლებიც კარგები არიან ხო ნუ კარგები არიან ნიკოს რაღაც ჩაუვარდა სხვათა შორის ეს სეზონი არა და კი ბატონო ჩემპიონატის მერ ფიქრობ რომ ინიაკი კიდე რამდენი ხანია იქა და ამტკიცებს ეგ ბიჭიც რომ რაღაც კაი როგორც ოიაზაბალი ისე რაღაც კაი გუნდს მაგაზი გამახსენდა თორთეს სადღაც წავიკითხე რომ არსენალს უნდაო ნიკო კი სხვადასხვა შარშანაც უნდოდა და შარშან სამი გუნდი იბრძოდა ნიკოსთვის რა ბარსა ჩელსი და არსენალი და საბოლოოდ დარჩა იქ აი ჩელსის რა თუნდა ბიჭო აი რა გამაგიჟოს იმიტომ რომ ნეტო არ ყავდათ მოყვანილი მადუეკე ვერ თამაშობდა ისათან მუდრიკიც გაროჩევი მუდრიკო დაინძრა და რაღაცა და ნიკო უნდათ რა ნიკო მაგათ ყველა უნდათ რა რა ჯანდაბად უნდათ პროსტა არ ვიცი რა ვიცი ტოტენჰემი აინტრახტი სუსტად ეგა რაც თქვი მე აინტრახტის პრემიერ ლიგაში ხო ანუ პირდაპირ ვამბობ აინტრახტისგან ვარ ტოტენჰემზე არცადასდროს არ ტოტენჰემი არ მეხატებოდა ერთ-ერთი მახსოვს რაღაც თამაში სოკერ მენეჯერში ყავდა ტოტენჰემი სადღაც 6 წლის განმავლობაში ყველა ტიტული მოვაგებინე რაც შესაძლებელი იყო და კაი გუნდი ყავდა მაშინ ჰოლანდი იყო ახალი გამოჩენილი და დავაღენე ტოტენჰემის ფანების მაგას აკეთებენ და გამბლაში ვერ იგებენ ხო ანუ იქ მოვაგებინე ყველა ტიტული და ტოტენჰემი აი რაც თქვი რომ პრემიერ ლიგაში სხვა გუნდია და ევროპა ლიგაზე სხვა გუნდია და ეხლა მეოთხე ფინალში ტოტენჰემს ეს გაუშვოდიში გაუშვოს ხო ეს პოსტებობო არა არ დაწერილი არ მინახავს არა მგონია არა მგონი შეიძლება მე შევწდი მაგაში მაგრამ ეს ნახე ხო და ტოტენჰემს ზუსტად მე ვილაპარაკებ და შენ ნახე ტოტენჰემს ზუსტად იგივენაირად თამაშობს როგორც მანჩესტერი რა პრემიერ ლიგაში საშინელებათან ეხა ბოლო თამაში წააგეს ჩელსისთან ენცომ შეუგდო 1-0 ხო კი და ესა ერთ-ერთი სეზონის გადარჩენის შანსი და ევროპულზე მოხვედრის შანსი აქვს ეს რომ მოიგოს ევროპა ლიგის ტიტული მაგრამ გაუჭირდება ჩემი აზრით ფრანკფურტი ნუ სლავური გუნდია რა როგორც ასეთი ფრანკფურტი მგონი ფრანკფურტი აი გუნდია რა ვიცი კაი გუნდია ასეთ ვისე გერმანიაში ახლა ტოტენჰემს ჩემი აზრით გაუჭირდება ახლა ესე ვერ გაივლის რა ანუ მაგას ხო ერთი ხელის სიმით ვერ ვერ იტყვირო ვერ ჩამოწერ ფრანკფურტს რა ისიც გასათვალისწინებელია რომ ტოტენჰემიც არ არის თუმცა კარგი ფორმაში არა ტოტენჰემი საშინელ ფორმაშია ახოთ რა ევროპა ლიგაც საინტერესოა კონფერენს ლიგაზე ნახდათ ვილაპარაკებ იქ ჩელსი და ბეტისი არიან ეს ორი გუნდი რომლებსაც თუ ერთმანეთს არ შეხვდნენ ვერავინ ვერ იმას იცავს და ეხლა ერთმანეთს შეხვდებიან ალბათ ბადე არ მახსოვს თვალოთ იმის რა ქვია მაგას კონფერენს ლიგის მაგრამ ალბათ მაინც ჩელსთან თამაშობს მესამე შემადგენლობით იმაში რა ქვია მაგას კონფერენს ლიგაზე ან ყველას ასვენებს და არა კიდე არ მოდის შემეშავა ხო არა პოსტეგოგლუ არ გაუშვიათ არა რაღაც გადაობა ან სექტო თუ რაღაც წავიკითხე რა და ალბათ გადაობა იყო სეზონის ბოლოს უეჭველი გაუშვებენ მაგასაც კი ხო და ჩელსი თამაშობს აკნას რა ვიცი 30 წელია 30 კი არა რავი არასდროს არაფერი არ მოუგია არა ხო ისიც არა აკეთე ეს მოიყვანეს კონტე რომელიც მგონი სადაც იყო ყველგან რაღაც გააკეთა ყველგან რაღაც კი ივენტუსში მოიგო იმაში ჩელსიში მოიგო რავი იტალიაში იტალია კაი ყავდა მაგალითად იმ პერიოდში კი არა ხო არა ყველგან რაღაც გააკეთა მაგას კი შიდა ჩემპიონატის ლომია მაგრამ ჩელსიში პრემიერ ლიგა მოიგო ინტერში სერია მოაგებინა კაი ხმის მერე რომ მოგებული არ ხო მოურინიოს მერე ხო და მოურინიომაც ხო აი კაკრას მოურინიომაც ფინალში გაიყვანეს და მოხსნეს ფინალამდე რომა ხო აი რა რომაზე ამბობ არა კარაბაო კაპი ტოტენჰემი კარაბაო კაპის ფინალში რო გაიყვანეს კი იქაც ფინალამდე რომ კი
იქაც ხო გავშვებას თუ აპირებდი, ანუ დაგეცდი რაღა ეთამაშა ეს ფინალი იქნებ იგებდა და ხო იქნებ, მაშინ დასაცინი არ იქნებოდა რომ 2007 მაგით რა გააკეთა, შანსები შეინცირა რომ მოეგო უბრალოდ. და ხო 2007 წელს მოიგეს ბოლო ტიტული საცოდავებმა აუდის თასით მოიგეს, ნუ აუდის თასი მართლა ხა ეს ტიტულია რომ არა რატო სერიოზულად ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ჩემპიონატია აუდის თასი. ეს ხელწამოსაგრა ჩემპიონატი არაა. ხო და რა ვიცი, ანუ კონტესტ რო იყო, კონტემას ზუსტად ერთქვა პირდაპირ პრეს კონფერენციაზე თქვა რომ 30 years no title თუ რაღაც ეგრე თქვა და პირდაპირ ის რა ქვია სიმართლე აჯახა პირდაპირ თელ ტოტენჰემი ხო ან ტოტენჰემია რა არანაირი არა უბრალოდ რა ანუ იმ ვინცა ის დანიელ ლევი ხო მელოდი ტიპი როგორი არა დაუჯერო ანუ რაღაცას არ ფიქრობს აი რაღაცა შეცდომას უშვებ ანუ რაღაცა ფსიქოლოგიურად ისე ჩამოყალიბდა ეგ გუნდი რომ ანუ იასნია წავაგებთ რა ეგეთი შეხედე ჩამოყალიბდა მარტივად გეტყვი სამი პრეზიდენტი ვინც არის ნუ ლოტიტო ლაციოს პრეზიდენტი იმას რა ქვია ნაპოლის პრეზიდენტს რა ქვია დელაურენტისი და დანიელ ლევი რაზეც ფიქრობენ ის არის რომ აი ფული მოდი ფეხბურთელი გავყიდოთ იმ ფეხბურთელის ადგილზე მოვიყვანოთ ოღონდ кайფასად გავყიდოთ მე იმ ფეხბურთელის ადგილზე მოვიყვანოთ ვიღაცა 10 მილიონიანი 15 მილიონიანი ფეხბურთელი რომელიც ვერ ითამაშებს და აი ვიღაცა შეჭმის კიდევ რაღაცა მაგხმი თუ შეხედავ ტოტენჰემს კიდე არ ვამბობ რა ტოტენჰემს არ ვამბობ უფრო ლოტიტოზეა ეგ ლაციოზე მაგრამ რასაც ფიქრობენ ეგ არის ფული და ლაციომ იმდენი ისეთ წამყვანი ფეხბურთელები გაყიდა და ეხა მოიყვანეს სალერნიტანადან მოიყვანეს ფეხბურთელები რამდენიმე იჯარით მოიყვანეს გენდუზი და ისინი მოიყვანეს ნუ გენდუზი აი არ აღზარვა გენდუზის მაგრამ პრეტენზია თუ გინდა რამეზე კონდეს თან ისეთი უკეთესი ფული უნდა დახარჯო და ლოტიტო არის საშინელი პრეზიდენტი რა მაგას სულ პრეზიდენტი кайხანი არ მინდა ფულის ხარჯვის ვარიანტი თორე რა ვიცი შეხედა ტოტენჰემის ასე ვთქვათ ის რაც კომერციული მიზანი რაც ჰქონდა ტოტენჰემს სერიოზულად გაიზარდა იმიტომ რომ ახლა ეგეთ ვინდენთან შედარებით გუნდი არის რავი ანუ ტოპ გუნდების შორის შედის კი ეგეც 2 მილიონი რაღაც არღებს და ეგეც პოჩეტინოს დამსახურება ნამდვილად პოჩეტინოსაც ძალიან სულად მოიქცა კაცი და ზოგადად ტოტენჰემის მთელი ის რა კოლექტივი თუ ის არის მაგარი ჩემპიონთა ლიგის ფინალს ტოტენჰემი რო გავიდა და არავის არ ეგონა ნახევარფინალში ჯერ აიაქსთან რაც გააკეთა ისიც არავის არ ეგონა მანამდე ხო მე მაგას სიტის გამოგდებაც არავის არ ეგონა და აუ ისიც სასწავლო ფეხბურთი თამაშეს იმ წელს და მაგრამ ტოტენჰემია რა იმენა ქათმის მენტალიტეტი მე მაგ უწევდა ქათმის მენტალიტეტიან გულს ქათმები არიან პირდაპირ გაგები ხო და ტოტენჰემია რა არსენალი როცა ყავს და ჩელსი ლონდონში ტოტენჰემს არ უნდა გულშემატკივრო მირჩევნია ფულემს გულშემატკივრო და იმას რა ქვია კიდე ვინა ლონდონში ლუთონს გულშემატკივრო ვიდრე რა კატეგორიაში შედის კაკამი ხო რა ვიცი რა იხულება არ ვიცი რა ხო რა ვიცი ნახოთ დრო ყველაფერს კუნალია ეგ სხვა ბარსელონას ფანებს კარგად იმას მოერგუეს ტოტენჰემის ფანებს არ ამგონია ხო აი ეს მოერგოს თუ ხართ ვინმე ტოტენჰემის ფანი ხო არა და გვიყურებ დადგება თქვენი დრო კი მეტი არა ჩემი მტერი მაპატიეთ მაგრამ შეგიძლიათ unlike-ი მიცეთ არა მე მართლა ახლა იმიტომ კი არ ვამბობთ რომ ახლა რაც არა სიმართლე მაგას ვამბობთ ანუ იმიტომ არ ვამბობთ რომ რაღაც ჰეითერობა და რაღაც ეგეთი არა მართლა რაც არა სიმართლე მაგას ვამბობ რა ეგრე არის კი ბატონო ხო და კიდე ბევრი ის იყო რა ქვია დებრუნი როტოვებს სიტის სიტის ოფიციალურად დატოვებს სეზონის ბოლოს კევინ დებრუნი მიულერი ტოვებს 25 ხო აი ხანი აკადემიაში ხო ის კევინის წასვლა არ მეწინა დიდად არა დებრუნი უფრო სახია ხო ანუ დებრუნის რა ქვია მაგას მე მაგრამ მივოსები დებრუნი მიულერი უფრო სახია ბაიერნისთვის რა ანუ ტიპი რამდენი ხო მიულერი თელი ბავშვობა ხო იმენა ბაიერნია ტიპი ბეკენბაუერი მეორე მიულერი გერდი და აი ნოიერიც თუნდაც რომელიც არა მაგათი აღზრდილი მაგრამ სახეა რა მაინც და ეხა ეს რა ქვია მაგას მიულერი მე მართლა მეწყიდა რომ ერთი წელი მაინც ვარ დატოვის რა ხო ერთი წელი დაიტოვებინა ბიჭო იცი რა არის უბრალოდ შეიძლება თამაშით
ხო, ვეღარ იმაშვება, მაგრამ დედას ფიცა ვარ. თვითონ ფსიქოლოგიურად დაეხმარებოდა. ხო, ისეთ რაღაცები გაკეთებული, ისეთ რაღაც, ხო, ანუ ისეთ მე ვაფშე მაგას დავტოვებდი, თუ მიდის დავტოვებდი მენეჯმენტში. იმაშვებიან თავაზობენ სხვადასხვა ბაიერნის ფლობელები და ისინი ვინც არიან, სტაფის წევრები, რომ ჩვენთან იმუშავებო რა. იმიტომ რომ ბევრია ეგეთი, ვინც ავიდა ლეგენდები, მაგალითად და საქმეს ეგრევე თავისთან. იქით თასის ფინალში გავიდა ისა, რა ქვია, Armenia Bifield-ი, მესამე ლიგის გუნდი. კაკრას ამაზიანს მოპარაკობდით მაგაზე და სარამ გავიდო და ვაფშე არ ვიცოდით თამაში რო გქონდა და რაღაცა და ნახევარფინალში ვიყო კიდე არ ვიცოდით და ლაპარაკობდით სად არის Armenia Bifield-ი და ვიცოდი რომ მესამე ლიგაში იყო გუნდი და წკავდა მეორე დღეს Leverkusen-ი გამოვიდა თასიდან. ფინალში გავიდა Stuttgart-ს დაუპირისპირდება. ნუ ეხა იქ Stuttgart-ი. მაგრამ გამიხარდება Armenia. ხო, Armenia Bifield-მა მესამე ლიგიდან რომ ევროპა ლიგაზე გავიდეს Armenia Bifield-ი. სენსაცია იქნება რა. კი. იმენა ეგეც Nottingham-ის კონტი არის რა, დაახლოებით იმენა. ხო, მაგრამ ის Nottingham-ი იმაში იყო, ხო. კარიერ მოუჩი რა ხდება რა FIFA-ში, მესამე ლიგის გუნდით რო იმას ევროპა ლიგაზე რო გახდა. რა Bifield-ს მართლა თან მანამდე ვერდერი გამოვაგდო, ფრაიბურგი გამოვაგდო. ხო, ნელა მოგეთ მე მგონი ყველა თემას შევეხეთ, ნუ შიდა ჩემპიონატებს შევეხეთ ასე თუ ისე. დღეს არის კიდე საინტერესო თამაშები, ხვალაც და ხო, კი. მაგათაც შევეხეთ, რას ფიქრობ დღეს ბეტისი, ბარსელონა არის, კითხო, ისის თამაშობს. ბარსელონა ხო სახში თამაშობს. კი, მონჟუიკზეა თამაში. ხო. მამარდაშვილის თამაშობს და უცნაურია ჩემს მონჟუიკს რომ ამბობ კამპნოუს მაგივარ, მაგრამ ხო, ბიცეპს ჩემი. ჩემი აზრით ბარსელონა მოიგებს რა. იმედი, ხო, ის ყო არ ეყოლება იმას რა ქვია, ბეტის. ჩემი აზრით, მაგრამ ანტონი ყავს ატო. თან დამაჯერებლად მოიგებს. ო, ანტონის შენ ეღადავე და არ ვეღადავე, მართლა ბიჭო, მე ვიცოდი, მაგრამ ბიჭი რომ პოტენციალი იყო. პროსტა ნუ შენ გასაგები. არა, იცი რას ვამბობ, უბრალოდ არიან ფეხბურთელები, რომ ანუ ზოგი ფეხბურთელი არის უბრალოდ რომ აი პრემიერ ლიგაში ვერ ითამაშებს. ხო, ეგეთი ანტონი ვერ ითამაშებს რა, ანუ არ აქვს საკმარისი რა პოტენციალი შეიძლება დაუძახო რა აი. ებატონ, იმიტომ რომ ზედმეტად ფიზიკურია მაგისთვის. აი ლა ლიგას ჩვენივად არ ხდება. ებატონ, ითამაშებს. მამარდაშვილიც თამაშობს დღეს ვალენსიას კი არა რეალის წინააღმდეგ, პაპეს გაჩერება მოუწევს, იმედია გააჩერებს. ცოტას გავიქცევით კიდე 3 ქულით რეალს, ეპიზოდი 6 ქულით, 3 ქულა ისედაც არის ხოლმე. მე მგონია რომ მოიგებს შეულებრივად ბარსელონა. მე რეალზეც იქ მგონია ვალენსია ისეთ საშინელ ფორმაშია, ძალიან თვალ მოიგებენ, მამარდაშვილთან ბუდიში მაგრამ ხო, მამარდაშვილმა რა უნდა ქნას ახლა ის. მართლა ფეხა ხო არ არის ეს ყველაფერი არის. წარმატებები, ვოტფორდის თამაშობს, ჩაგვესაც წარმატებები, ჰაიდენჰაიმის თამაშობს, ბუდუსაც წარმატებები და იქით პარასას და სურიკოსაც მოკლედ მე მგონი პირველი გადაცემისთვის სენტენდიანი მაგარ ზარ გავარდებიან წელს ვარდებიან და არა გამოდრომის შანსი აქვს. 3 ქულა აშორებთ იმას. 3 ქულა? კი, მაგის გადამოვაწყე. მე მახსოვდა რომ ეხლა ძალიან ცუდად წააგეთ ამ PSG-სთან 6-1 და გეტყვინცა ეს სენტენდიანი ხო ლეჰაური აი ფრეიმს აქ 26 და ამას 23. დაჟე ხო მე-16-ზე არ ვარდება. მე-16-თან ადგილი არ ვარდება და იქაც თუ გავიდენ ეგეც კარგია რა მე-16-ზე. დაჟე მე-16-ზე არ ვარდება. არ ვარდება ხო იმაში როგორც წინათ ის რო გავარდა ბრესტი რა სათამაშობდა ისა მიქაუდაძე. იმაში მეცში ხო თამაშობდა და მეცი არ გავარდა მე-16-ზე გავიდა პროსტა მე წააგო პლეი-ოფის ისა. ანუ ეხლა საფრანგეთი გული წინა. საფრანგეთში ყოველთვის მასე იყო რა. ორი სეზონი მახსოვს მე რაც საფრანგეთის ლიგა მოიხო და ანუ PSG რაც მოიხო და ერთხელ მონაკო მოიგო და მეორჯერ ლილმა და ისიც რაღაცა გუნდი უნდა გამოჩნდეს მაშინ. მოკლედ პირველი გადაცემისთვის მე მგონი საკმარისი არის. კი ნამდვილად. ეს ვიდეო აიტვირთება ალბათ კვირას ან ორშაბათს. არ ვიცი როდის იხილავთ. გამოიწერეთ, კი და ლაიქეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი. დაწერეთ კომენტარებში მოკლედ რა და როგორ, ან პირველი ვიდეო იყო ჩვენთვის, ახლა დავიწყეთ. და იმედია, ხო და იმედია, ნუ მოვიხოდებით ესე ვთქვა და რაც დავარია ჩვენთვის ის არის რომ თქვენ, რავი, გამოეხმაუროთ ამ ყველაფერს, დაწეროთ და არ მოგეწონათ, თუ გავითვალისწინოთ და უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი კონტენტი ასე. კი ბატონო, მადლობა ყურადღებისთვის, დაგემშვიდობებით.